გამარჯობა, მინდა მივესალმო ჩემს გამომწერებს და დღევანდელი ვიდეობლოგით მინდა რომ შემოგიერთდეთ. დღეს დღევანდელ საკითხზე ჩვენ გამოვიდართ ძალიან მნიშვნელოვან თემას, მოგეხსენებათ რომ მოვლენები იცვლება ძალიან სწრაფად და ფაქტიურად ეს პოლიტიკური პროცესები პირდაპირ გადაბმულია ქართველი ერის მშვიდობასა და კეთილდღეობას. კეთილდღეობა ახლა ცოტა ძალიან გაბუქებული სიტყვაა, იმიტომ რომ არ ამგონია მე ქართველი ერი თავის თავზე კეთილდღეობას გრძნობდეს ამ თავრობების ხელში, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა წარმოდგენები მშვიდობაზე, ხო არსებობს ზოგადი შეხედულება ან ადამიანებმა, რომლებმაც გავიდნენ ნახეს მსოფლიოს სხვადასხვა ერები და ხალხები როგორ ცხოვრობენ, მიდრეკილება აქვს ადამიანს ესეთი რომ ადამიანს კარგისკენ წავიდეს და არა ცუდისკენ. ახლა თუ ცუდი არაა გონებით ადამიანი. როცა ერთს და სახელმწიფოს ეხება საქმე, მაშინ ყოველთვის გვიჩნდება ჩვენ იმის სურვილი, რომ ვიყოთ უკეთესები თუ არა, ამ შემთხვევაში რატომ უნდა გაგვიხარდეს ნებისმიერი წარმატება, ხო? ბუნებრივი მოვლენა. და ახლა სიტყვა მინდა ამითი რა. ამ პოლიტიკურმა პროცესებმა თანდათან ცხადყო ის, რაც ამდენი ხნის მანძილზე შეფარული, რაღაცნაირად გადაფარული, გალამაზებული, გალესილი იყო. და გძნობენ ის ადამიანები, ვინც ძალაუფლებაში იმყოფებიან და ესენი არ არიან მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები რა. ეს ადამიანები არიან ინსტანციებში განთავსებული მედროვეები, რომლებიც უკვე წლების მანძილზეა ქართველ ერს და ქართულ საზოგადოებას თავზე აზიან და ფატრავენ როგორც ყასაბები. ხო, ესეთი ინსტანციებია საპატრიარქო მაგალითად და იქ თავმოყრილი იუდას დაჯგუფება, რომელმაც ციანიდის კლანის სკანდალი ჩაიდინა, რომელიც სიძვაში, მრუშობაში, კოლაბორაციაში ხელისუფლებასთან გარიგებული მონობაში ამყოფებს ქართველ ერს და ქართულ საზოგადოებას და ძალიან ბევრი მიმართულებები აქვს, თქვა ისეთი, რომელიც თქვა პირდაპირ ხელისუფლებაზე არ არის მიჯაჭვული, მაგრამ ფინანსდება ხელისუფლებიდან. ხა ქართველი ერის, ქართველი ხალხის გამოყენება რომ მიდის, ეხა მაგაზე ლაპარაკია არ მინდა, არ მსურს. იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენება თუ ვინმე რამე შეძლო, ყველამ ჩათვალა რომ უნდა მოაჯდეს ამ სალაფავს, მაგრამ არის ასეთი რეალური მდგომარეობა, გესმით ახლა თქვენ რომ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების დაუფლების ინტერესი ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, არა მარტო თუ რაღა მანდა მაინც კიდე მეზობლებს, აგერ ოკეანის გადაღმიდან ამერიკას ჩვენთან კი არა ჩინეთის მიმართულებით აქვს და ეგეთ შორეულ აღმოსავლეთში ინტერესები და ახლა რატო გაგუკვირდება თუ მაგალითად საქართველოს მიმართულებით ექნებოდა ინტერესები, ხო, ნორმალური გააზრება არის ეს ჩვენი პოზიციიდან, მაგრამ ზოგადად იმათი გადმოსახედიდან რა უნდა ჩვენ ქვეყანაში, ესე შეგვიძლია დავსვათ ეს კითხვა ისეთი ლეგიტიმურებით, როგორც მაგალითად რუსეთის ფედერაცია შეიძლება შეეკითხო. ანუ არის დიდი სახელმწიფოა და იმას აქვს მისი ინტერესი. რა არის შესწავლილია ჩვენი საზოგადოების ყველა შრე, ყველა ფენა და იციან ჩვენი ემოციური განწყობები, ჩვენი ნეგატიური თუ პოზიტიური მხარე ერის, როგორც ერის დამოკიდებულება ცალკეულ საკითხებთან, როგორც შიდა, ისე მსოფლმხედველობითი ფორმა ეს. რა რაკურსით იყურება ქართველი ერი, რაზე აქვს მაგას? აგრესიაც და სენტიმენტები და თუნდაც რაზე აქვს, აი მაგალითად თანაგრძნობის უნარის გამოვლენა, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გათვლილი და შესწავლილი. მაინც როგორც გინდათ ისე დააქვით, სახელმწიფო არა გვაქვს, მაგრამ ერი ხო გვაქვს, ერი ხო ვართ, რაღაცა ეს გენოკოდი ხო გვიდევს ჩვენი. ხო და ყველა ეთნიკურ ადამიანს თუ მისი მენტალური მდგომარეობა შექმნილია, ჩამოყალიბებულია იმ საზოგადოებაში, სადაც ეს ერი არსებობს, ხო? იქ არსებობს მენტალიტეტი, ეროვნული მენტალიტეტი, ამას ქვია ეროვნული ცნობიერება, რომელიც სამწუხაროდ თურმე ჩვენმა პრემიერმა არ იცის. პრემიერად დანიშნულმა ადამიანმა, ხო და იმის თქვა მინდა რომ რა არის, ეძებენ ეს დიდი ორგანიზმები, ასე დავარქვათ რა, გინდა ის რუსეთის ფედერაცია დაარქვი და გინდა ის ამერიკა დაარქვი რა. მოგესალმებით ყველას, ჩემ მოკარგებო, ყველას მივესალმები აქედან. უკაცრავად მე ჯერ დავამთავრებ ჩემ მონოლოგს და მე შევეცდები რომ უპასუხო თქვენ შეკითხვებს რა. და ეს დიდი
სახელმწიფოები გინდა ამერიკა, გინდა რუსეთი, თუნდაც პატარა რა, რომლებსაც აქვს გეოპოლიტიკური გავლენის ამბიციები და რომლებსაც აქვს ძირითადად ატომური იარაღი, ვისაც აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ის რაზმის აქვს, ხო? იმას ყოველთვის აქვს გლობალური ინტერესები და გეოპოლიტიკური ინტერესები რა. გამომდინარე აქედან ახლა ჩვენს გაღატაკებულ ცნობიერება წაშლილ პირდაპირ ვიტყვი ეროვნული ინტერესებით არ აღზრდილ თაობაში. ხო, ძალიან მარტივია მათთვის მოძებნონ თავისი იდეოლოგიის და თავისი არსის დამაგვარი ქმნილებები. იმგენს ადამიანებს ვერ დაუძახებ, იმიტომ რომ ადამიანმა შინაგანი ბუნებით ცუდად ავა თუ კარგად მაინც იცის რა არის შავი მხარე და რა არის თეთრი მხარე და როდესაც გადადიხარ იმ საზღვარს, რასაც შენი ერის ღალატი ქვია, სხვა ერზე სულის მიყიდვა ქვია, სხვა ერის ინტერესების გატარება ქვია შენ სახელმწიფოში, თავისთავად ამას დიდი ეროვნული ცნობიერებით აღზრდა არ უნდა, ეს არის ღალატი. შეიძლება სამშობლოს ღალატის ან ერის ღალატის არაქვე ცნობიერ ფაზაში შეიძლება რომელიმე ქვეყნის გამოცდილმა სპეცსამსახურმა პროვოკაციით, ან ტყუილით, ან იმით ნებისმიერი პატიოსანი მოქალაქე ჩააგდოს. ეს მათი მოქმედების სტილია, ეს ბერკეტია ნებისმიერი დაზვერვის სამსახურის, მაგრამ სხვა მომენტია, როდესაც იქ მოქალაქე ცნობიერებითად მიდის და ხდება ვიღაცის მულა. და ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ის არის, რომ აი თუ განვიხილავთ ახლა ჩვენ ამ პროცესებს, ნუ ახლა მიდის ჩვეულებრივი ხელისუფლების გადანაწილება, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ არა აქვს საქართველოში დღევანდელი არჩევნები, როგორც წინანდელი და ამის წინანდელი არ გამოხატავს ის ქართველი ერის ნებას და ერი თუ ამ ყველაფერში უყურებს საშველს, იმიტომ რომ პოლიტიკურ ტრიბუნებად ქცეულმა ტელევიზიებმა გადაწყვიტეს ასე, რომ აი ეხლა და დგება და ძალაუფლების გადაცემა სხვანაირი ფორმით არ მოხდება და ამითი ხალხს ეშველება, ეს არის კიდევ ერთი ღრმა სიცრუე გამოთაყვანების, ერის გამოთაყვანების და იმის დაჯერების კიდევ ერთი ბერკეტი, რაც აქამდე ყოფილა, აქ არაფერი არ ხდება ახალი რა. ანუ ახლა ხდება საქართველოს სახელის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზმზე მიკერძოება, რომ შემდეგ პროცესები გაგრძელდეს ზუსტად იმ სტილში და დავიწყოთ და გავხდეთ ჩვენ მომსწრენი პოლიტიკური შურისძიებებისა და ხალხს და ერს და საზოგადოებას არაფერი უკეთესი არ დაემართოს. ჯერ რაზეა საუბარი, დააკვირდით ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, იქნება ეს ხაზარაძეები, ქართული ოცნება, გახარიები, ვინ არიან ესენი? რა არის მათი გენერირების მთავარი წერტილი, საიდან მოდიან ისინი? ისინი მოდიან ცუდიდან, კარგიდან არაფრიდან არ მოდიან რა. ან ერთმანეთის ამონარწყევში გაზრდილი პოლიტიკური ქმნილებები არიან, რომლებიც არასოდეს საზოგადოების და ხალხის გვერდზე არ იდგნენ, სად იდგნენ, აბა რომელსაც დისიდენციური წარსული, რომელი მჯდარა იდეების გულისთვის ციხეში, რომელი ყოფილა ინდონის პოლიტიკური აქტივისტი, რომ თავი დაედოს ქვეყნისა და ერის წინაშე, არა, ესენი ერთმანეთს ციხეში უშვებენ, იმიტომ რომ მოიშორონ ერთმანეთი, მხოლოდ პოლიტიკური ავანტიურების გულისთვის და მეტისთვის არაფრისთვის ხალხო. ჩვეულებრივი მილიონერები არიან საქართველოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამათ აქვთ კოლოსალური ქონება და ქონება შეძენილი აქვთ ისეთ მყარ უძრავ სუბსიდიებში, როგორიც არის მაგალითად რომში ლამის ისტორიული შენობები, რომელიც ნებისმიერ დროს გაიყიდება და ისტორიული შენობები იმას კი არ ვამბობ მე, რომ მანდა ვიღაცამ კოლიზიუმი იყიდოს, არა. საბაზრო ეკონომიკად და ღირებულებად შეფასებული ისეთი შენობები, რომლებიც გაყიდვაც შეიძლებოდა და რომლებიც იყიდეს. და ნებისმიერ დროს ის რომ გაიყიდოს, ის იყიდება ორმაგ და სამმაგ ფასად, იმიტომ რომ უძრავ ქონებას ევროპაში მით უმეტეს ისტორიულს და ცოტა პრეისტორიულს, ხო? პრეისტორიულს ამას ფიგურული გაგებით ვამბობ, ოქროზე მეტი ფასი აქვს. ამიტომ ფული, რომელიც გაიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოსთან არჩევნების წინა დღეებში, ამ ფულით იქნა შეძენილი უძრავი ქონება. და იმ ქონებას ყავს პატრონი და ეგა მიხეილ სააკაშვილი. ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ფაქტია და ესეთია და ამაზე არ ჩატარებულა გამოძიება და ამაზე არავის არ უთქვია, მადლობთ ყურადღებისთვის, ვინც იწერს ჩემ არხს.
და არც ჩატარდება ამაზე სრულუფლებიანი გამოძიება, იმიტომ რომ დღევანდელ ხელისუფლებას მე პირდაპირ ვიტყვი, რომ თავისი სიუხეშით, უსამართლობით, ინდიფერენტულობით და ცინიზმით დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაასწრო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. უფრო საზიზღარია, პირდაპირ გეტყვით რა, თუ ის ადამიანებს ბრუტალურად კლავდა ქუჩაში, ან კლავდა უსამართლობით, ესენი უარეს აკეთებენ. იმიტომ რომ უსამართლობაში ადამიანის აყოლა და თანამონაწილეობა უფრო დიდი დანაშაულია. ის კლავდა პირდაპირ გასროლით, ეს კლავს მწვალებლური სიკვდილით. და ევროპული კონვენციის მიხედვით რო აიღოთ და გადაშალოთ თქვენ სამართალ კოდექსს და წიგნი, ნახავთ რომ ადამიანის მკვლელობა წამებით არის ორმაგად და სამაგად მძიმე დანაშაული, ვიდრე ადამიანის მკვლელობა პირდაპირ ბრუტალურად თუნდაც იარაღით რა. ამიტომ შეიძლება ხა უხეში შედარება კი გამომივიდა, მაგრამ ეს არის ფაქტი. ხელისუფლება გადასულია აი ესეთი, როგორ გითხრათ, თავით დამკვიდრებისთვის და ეხლა ამ წინა პროცესებზე ესენი ერთმანეთს ებრძვიან ყველაზე დიდი პროვოკაციული ელემენტებით საზოგადოებას შორის არ ნაწილდება, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ ეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შერჩა საქართველოს ქმედით უნარიან საზოგადოებად, ამიტომ მოგეხსენებათ თქვენ არიან პატიმრები, რომლებსაც არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, არიან ჩვენს ერში ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სრულწლოვნების ვადა, რომ იქ მისცენ 2.800.000 კაცი განდევნილია და საერთოდ წართმეული აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ძალიან ბევრი ქვესოციუმია, რომელიც არ მივა არჩევნებზე და მესმის მათი თავიდან ბოლომდე და ვინ რჩება, არის ადამიანები, რომლებზეც ხდება სოციალური ზეგავლენა, არიან სახელმწიფოს ქვეელემენტების წარმომადგენლების სიკის თანამშრომლები თუ ამე შენ სამსახური მოგეცი და მოიყვანე შენი ცოლი, შენი ქმარი, შენი ბიძაშვილი, რო ხმა მომცე თუ არა, ხვალ შენ ამ სამსახურს დაკარგავ თანამდებობის პირები, რომლებსაც აწყობთ იქ ყოფნა, იმიტომ რომ ხელფასი იღებენ და რომ შეიცვალონ ხელისუფლება, იქ ძალიან ბევრი შრი არის სოციოლოგიურად, რომელიც საკვლევია თვითონ რა გჭირს. ეს არის ჩვეულებრივი, დღეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ორგანიზმი არის მატლად ქმნილი ხე, რომელიც აუცილებლად ჩამოწყდება ნებისმიერი გარემო პირობების ცვლილების შემთხვევაში. ხდება ხო გინახიათ, აი მაგალითად ქუჩაში ხე რო ვარდება და ეცემა. არა და შეხედავ რო გარიდან ჯამრთელია, მაგრამ რა ხდა, უცებ გაწყდა და მოწყდა. იმიტომ რომ ვერ გაუძლო, იმიტომ რომ შინაგანი მისი მდგომარეობა არ არის ჯამრთელი. და გადაწყდა და ვერ გაუძლო პროცესებს და ჩავარდა. ეხლა როგორ უნდა იყოს სიჯამრთელი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ობრაიანი ფარულ შეხვედრაზე უძახის ვიღაც ბოდბელი ეპისკოპოს იაკობას ყანდურს რა პირდაპირ ასე ვიტყვი. და საზოგადოებას ამ შეხვედრაზე წვდომა არ აქვს, ინფორმაციას ვერ იღებს, ჟურნალისტები მოგწონთ, არ მოგწონთ, როგორც ინფორმაციის გამვრცელებლები არიან, რა თქმა უნდა, ისინი არ არიან დაშვებული ამ სხდომაზე და მაპატიეთ და ვიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შემიყავდა მის სიამოვნება რო ქვია, მე სხვა სახეს ვერ დავარქვენ. თვითწოდებულები ამათ, იმიტომ რომ ასეთი ორგანიზაციები წარმოშვა დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით. ჩვენმა სტრატეგიულმა ძმამ, ჩემი ფუჭუ ჩემია, ამის სიამოვნება, იმის სიამოვნება, რაც ჩვენთვის არატრადიციული იყო გონებრივად და საზოგადოებრივად, მე იმას არ ვამბობ, რომ ქართველი ერი არაა ტოლერანტი. ქართველი ერი ტოლერანტი რო არ ყოფილიყო, საქართველოში პირველ ბალერონს, რომელიც ცნობილი არატრადიციული მიმდინარეობის ადამიანი იყო, ღირსეულად არ დააფასებდა. მაგრამ ტოლერანტიზმი ჩვენ ერში რეალურად და გენეტიკურად აღიქმება სხვანაირად რა. თუ შენ ხარ შენი მოთხოვნილებების, გრძნობების, განსხვავებული ქმნილებების ტიპი იყავი შენ ლოგინში და ნუ გადამამფარებ თავზე. და დღეს აი ეს პროცესი გახდა ძალიან ცუდად გენერირებული ჩვენ ერში. აქედან იწყება და აქ მთავრდება ყველაფერი და სამწუხარო არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ 800 ბავშვი კვდება გაეროს მონაცემები ჩიმშილით ბატონებო. გამოდის და ეძახის, რომ ჩვენ ერში უმთავრესი თემა ყოფილა ეს ახალ კასპში რო აი გწალოს თურმე ეს რა თქმა უნდა არატრადიციულ პირთა ქორწინება. გაოცებული ვარ ნამდვილი გითხრათ რა. ამაზე საერთოდ საუბარიც არ უნდა იყოს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, აი აიღეთ მაგალითად აზერბაიჯანის საერთოდ ნუ ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ამაზე ღმაღლა ღიად ვერ ილაპარაკებ რა. შეხედეთ აზერბაიჯანს.
მარტო ნავთობს ნუ დააბრალებთ იქაურობას, რომ ნავთობი აქვს და მაგრები არიან. რამდენი თავით მაღლა იმყოფება საქართველოზე მისი სახელმწიფოებრიობა. გადაჭრა მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, გადაჭრა ყარაბაღთან მიმართებაში. როგორ გადაჭრა? იმიტომ რომ გეგმაზომიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნულად შეკრული და სამეზობლოში თურქეთთან სწორი ალიანსის მქონე სახელმწიფოა. ეს ამ სახელმწიფოს სიმაღლეზე მეტყველებს. შენ მოგწონს, არ მოგწონს, შენ უნდა გქონდეს რეალური ანალიზის უნარი. თუ არა, მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონს. და არ მომწონს ის მაგალითად ამ სახელმწიფომ ლამის აგერ ჩიჩხიტურის ციხე რო წაიღო იმ დავითგარეჯში. და ხმას არ იღებენ ეგ ყანდურები. ახლა იცით რა არის სვამ შეკითხვას, რაზე შეხვდა ეს ყანდურა იაკობა? მაინტერესებს ძალიან, უნდა დავსვა ეს შეკითხვა. ობრაიანს რა განსახილველი თემები იყო ობრაიანთან და როდის მერე გახდა ობრაიანი იმხელა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომ რამე უფლის ისეთი საიდუმლო უნდა აღვლენილიყო, რომ ერის უკან ამის ლაპარაკი შეიძლებოდა. ჩამოთხრა, აი ხე რომელზეც გელაპარაკებით, მატლია შემძრალი სახელმწიფოებრივ ფესვში და ინგრევა უკვე ეს ხერა. საქართველოს სახელად როგორც სახელმწიფო არსებობას წვეთს. აი ეს არის ეს ანალიზი, ეს მეტი არაფერი არ ხდება. ახლა რომ მიხვიდე ქართველი კაცი არჩევნებზე და უნდა მიხვიდე, მე ვფიქრობ და მაგას განუმარტავ რატო უნდა მიხვიდე იქ და ვისთვის უნდა მიხვიდე რა. და რომ მიხვიდე და მისცე, რას შეცვლი შენი მიცემული ხმა? და ვის უნდა მიცე ხმა? ვინ არის დღეს იმ ოქტაგონზე ისეთი, რომლის არჩევაც ქართულ ინტერესთა სახელმწიფოს უშველეს? დამისახელეთ ერთი ადამიანი. დაჯგუფებები არ მინდა ხა კონკრეტულად შევიდე, მაგრამ წარმოიდგინეთ რა როგორი რაღაცაა. თქვენ აი ნებისმიერ თქვენგანს რომელსაც გააქვთ უბრალოდ იმის სურვილი, მოდი რა აქაურობას შევცვლი. მოდი რაღაცას გავაკეთებ. როგორც კი შენ პოლიტიკურ სუბიექტად ან სურვილის მქონე პირად დაგაფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლება ან დაგაფიქსირებდა იმ წუთას შენ მოგახრჩობდა. მოგახრჩობდა რა ან ციხეში გაგიშვებდა, ან დაგიჭერდა, ან პრობლემაში გიქმნიდა, ან ოჯახს დაგიქცევდა იმ გაგებით, რომ ან შენ ცოლს, ან შენ შვილს, ან შენ თვითონ ისეთ რაღაცას გიხიმანდრებდა, რომ გაგტეხავდა მორალურად დაგცემდა და გაგანადგურებდა. ან ემიგრაციაში გაგაგდებდა პოლიტიკურ დევნილად, მაგრამ შენ იმ მიზანს, რომ შენ იქ შეგექმნა პოლიტიკური პარტია და თავისუფალი თამაში წამოგეწყო ეროვნული ინტერესებისთვის, შენ ამის უფლებას არავინ არ მოგცემდა. ამიტომ გამოდის რა, გამოდის ის რეალობა, რომ იმ ოქტაგონზე, რასაც დღეს პოლიტიკური პარტიები ქვია, არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც მისცეს უფლება ამ მეფეთა თამაშებში მონაწილეობის. და შენ არჩევანი იმაში კი არ გიხდება ცუცსა და ვარესას შორის დილემა გააკეთო, არა. შენ არჩევანი გიხდება უდიდეს ბოროტებას შორის. ბოროტება თუ ბოროტება. არანაირი უფრო უკეთესი თუ უფრო კარგი. მეუახშეს ხაზარაძე, მეუახშეს შორის და ოლიგარქ ივანიშვილის შორის გიხდება არჩევანის გაკეთება. და ოლიგარქმა რა იქნა და მეუახშე რას გიზამს? ეს ალეკო ელისაშვილები, ანადოლიძეები, ესენი კარგია საზოგადოებამ ასე დაჯგუფული რომ დაინახა ეს უსუფაშვილები ესენი ყოველთვის ერთი გუნდი იყვნენ და მათ აქ ერთი სუსწრაფვა და ერთი უნარი და ერთი ხასიათი ერის ძარცვის და მამაძაღლობის. მე ახლა ძალიან ბევრ თამაშს უყურებ და თავი თუ ვინმე ჯერა მათი მომხიმარი სახეების. აი მაგალითად ანადოლიძე, რომელიც ხაზარაძეს ყავს მშვიდობის მტრედად გამოყვანილი, ხო? და მისი თალაპარტიელი იდეოლოგის თინა ხიდაშელის ქმარი უსუფაშვილი, რომელიც გვერდზე ყავს დასმული. აი გეკითხებით მე, ამდენი ხანი ვიძახი, რომ ანადოლიძე იყო თინა ხიდაშელის მოადგილე 2016 წელს, სადაც მოხდა ბავშვების გადატყუება, ამ ბავშვების წამება არნახული მეთოდებით, ამ დანაშაულის დამალვა, ვიდეოები წარმოადგინე ამას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ნებისმიერი პირი, რომელსაც ამაში ბრალი დაედებოდა, 1000 განმარტებას გააკეთებდა საზოგადოების წინაშე. დღეს გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, ამერიკაში დედამისი როგორ იყო წასული ემიგრანტად და რამდენი იწვალა და რა ცუდია ემიგრანტობა, როცა თვითონ შენ დედა არ ღნიანო, აი აქედან როგორ გაგინო, უბრალოდ არ მინდა რომ შევიგინო. არა მაქვს სურვილი იმისი, რომ დედა გაგინო თუ რა განა არა ხარ საგინებელი. შენ არც დაგიხსნი რატო არ ვარ ხარ, არც შვილად, არც დედად, არც ცოლად. საერთოდ ადამიანად და როცა შენ ეს პოსტულატები გაქვს, რომ შენ არ ვარ ხარ, შენ პოლიტიკოსად როგორ შედგები? ამდენს გიძახით და ამდენი ფაქტი დავდევი.
პოლიტიკური დევნილი გავხდი საფრანგეთმა მაღიარა პოლიტიკურ დევნილად. თქვენგან ვარ პოლიტიკური დევნილი. ბიჭო, რუსეთში ხო არა ვარ, ამის დედავატირე. ევროპაში ვარ, ევროპის ცენტრში, საფრანგეთში, ნაღიარები ვარ. ნაღიარები პოლიტიკური დევნილი თვით გამოცხადებული კი არა ვარ, შედედაატირებულო. და ერთი განცხადება ვერავინ ვერ ქნა, არა, ჩვენ შუაში არა ვართ. ესე იგი, ესენი პირდაპირ რასაც აქედან მე ბრალს ვდებ ამათა და უყენებ ამ მტკიცებულებას, ესენი თავს ამაში დამნაშავედ ცნობენ რეალურად. და საზოგადოების წინაშე ასახსნელი და განსამარტებელი არაფერი არაა. და ლაპარაკობს იმაზე, იქ დედამისი ამერიკაში როგორ წავიდა დედაშენი ამერიკაში. ერთ ბაშად ისეთი მდინარე გადალახა მექსიკიდან, აი ასე ნიანგები რო ცურავდნენ და მკერდი ამოწია წინ და ბალიში ჩაიდო საშოში და გაცურა. მეორე მხარეს თუ რა გააკეთა? ვიზით წადი შედედაატირებულო. ჩვეულებრივ თვითმფრინავიდან თბილისიდან დასვრი პირდაპირ რეისით დაჯექი ამერიკაში. იმიტომ რომ კოლაბორაციაში იყავი იქ არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმ ხელისუფლების ინტერესს ატარებდი საქართველოში, იყავი მათი წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, უგროვებდი ინფორმაციას, მე როდესაც შენ არ დაგჭირდა და იმათმა ვეღარ გამოგიყენეს, წადი და რუსეთში ეკარი და 2008 წლის ომში ჩადენილი ვითომ ქართველი ჯარისკაცების დანაშაულის შესახებ უგროვებდი რუსებს ინფორმაციას, რომ ჰააგაში დაგედო ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. და მე აი ესეთი თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყავი. და დღეს ხაზარაძესთან ახარ. კრიმინალი ბავშვების მწამების დამფარველი. თინა ხიდაშელის საცვლის გოგონა. სადაგაც თქვენ არჩე, აი ახლა ვცდილობ რომ არ გაუბრაზდე, მაგრამ როგორ არ გაუბრაზდე ამის დედაოთი. როგორ არ მქონდეს ამაზე რეაქცია. როგორ არ მქონდეს, იცით რა გააკეთა? კარები მოგვიხურა ცხვირწინ ამ დანაშაულზე რომ მივედით იქ და სალაპარაკებთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ ადამიანების ხელში ძალაუფლება რას ნიშნავს? ესენი არიან მოღალატეობრივი ჯგუფი, იქ ვიღაცა გიორგი მოლოდინი ყავდა, ომიდან გაქცეული ჟურნალისტი. მე აი ყველაფერს უატრიალებდა, მეჩეთებს რო ხსნიდნენ თავდაცვის სამინისტროში. ეს ანადოლიძე და სასტავი მისი. გაოცებული ვიყავი ადამიანებო, რაებს კადრულობდნენ ესენი. და ამათ უნდათ ხელისუფლება დღეს კაცო. მარტივ ამდენი გამომწერი მყავს და ვლაპარაკობ თქვენს წინაშე ამას რა. ერთადერთი რა განცხადებაც გააკეთა თინა ხიდაშელმა, ესა დავით ნემსაძევა ავანტყოფია და მაგის შეკითხვებსო არ უპასუხებოდა. მე ვარ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. და მე ამის დოკუმენტი შემიძლია წარმოვადგინო აქედან. აი ისეთი სამედიცინო უწყებების არა საქართველოში როა. იმ სახელმწიფო სამედიცინო დოკუმენტაცია წარმოვადგინო სრულიად ჯანმრთელი ამაზე მაქვს საერთოდ თავის სამართლებელი. და იმაზე გამოვიდნენ და იმაზე იმართლონ თავი რა ჯართან გააკეთეს, რა ხალხთან გააკეთეს, კაცო. ესენი ასეთი ჩამპლები და მამაძაღლები. აქ აი ელისაშვილზე არაფერს არ ვამბობ, ეს არის ადამიანი, როგორი არ უნდა იყოს კაცი. პოლიტიკოსი კი არა, კაცი როგორი არ უნდა იყოს. საკუთარი გადაფურთხებული როგორ უნდა არ უნდა ალოკო. კაცმა, რომელმაც მეუახშედა ნაძირალა და ქვეყნის მოღალატე და ქართველი კაცების სახლის გამყიდველი უძახა, ხაზარაძეს მივიდა და ის აგლოკა. დააკვირდით დღეს რა ხდება? ხაზარაძე კი არ იმართლებს თავს. ბაზარში რო ტრიკოს იყიდი ამის დედავატირე რა. და გამყიდველი რო თავს არ ივარს, გინდა აიღებ, გინდა არა რა. ეს ვინც იყიდის და ჩაიცმევს, აი ელისაშვილი ზუსტად ეს უნიფხო დედაკაცი, ამის სულელი დედავატირე. და ეს უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. კარგი, რამდენი დასაქმებულიც აყავს ხაზარაძეს, იმის დედიკო, მამიკო, ბიძიკო მისცემს ხმას, რომ მისი შვილი არ გამოუგდონ მისი ბანკიდან. გასაგებია. სანამ ის ბანკი თვითონ ადრდუგიანს ახს არ წაართმევს. მაგრამ რამდენია ასეთი? აი რა მოიტანა ცუდმა პოლიტიკამ მეუახშეების და სისხლის მწოველების გაზდა. სად არის ეროვნული ბანკი? ეროვნული ბანკის სტანდარტს რატო არ ადგენს ქვეყანაში? იმიტომ რომ ეროვნული ბანკი არის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. და გადმოვინაცვლეთ აქეთ რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პირადმა ბანკმა ქართულ გახდა ეროვნული ბანკი. და ეროვნული ბანკი გახდა ბიძინა ივანიშვილის ქართულ. ეს ტიპები, ვინც პლასტიკური ბარათების მბეჭდავებად ყავდა დასმული, დღეს ან თავდაცვის მინისტრია, ან შინაგან საქმეთა მინისტრია, ან რა კატეგორიით, ბიჭო, რა ლოგიკით ამის დედავატირება. რაღაცა ელემენტარული განათლება ხო უნდა კონდეს. შინაგან საქმეთა ministrად მუშაობს დღეს კაცი, რომელიც მანამდე უშიშროების მინისტრი იყო, გომელაური.
და ეკითხებიან შენ რომ დაგასანქციონე, მეო საქართველოს გულიზაო. ლოგიკა ეს არის ფსკერი. აი ხეს უფრო მეტი ხმა აქვს ახლა რომ დავაყუნე ვიდრე ამათ. შეხედეთ კაცო რაებს იძახიან ერთმანეთს ეს ჩემი განცხადებები ხო არა ციხეში რო ყავთ ეხლა იმან არ თქვა ყასაბი რო ყავდა ის გოგაშვილი ივანიშვილსო ყავდა გომელაურიო რომ მერცხლის ბუდები ჩამოეყარა იმის სახლზე აი ასეთი კაცი გვიზის დღეს გულიზა ამის გულიზა იმის გულიზა და რეალურ მდგომარეობაში მივდივართ სად ამ გენის მართლა გულიზა ამ გენის გულიზა დედავატირი აი უმძიმესი სოციალური პოლიტიკური მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში შექმნილი და იქ ახლა უშიშროების მინისტრად დასვეს ვიღაცა ლილუაშვილი ისევე იმ პლასტიკური ბარათების მბეჭდავი ნომერი 2 და ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება არის ჩაძირული როგორ კიდევ უბრუნდები თემას რა უნდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელს არ ვიცი მე წმინდა სინოდი თუ რას უძახიან თავის თავს იმის წმინდა არაფერი არ არის თუ ვინმე სადმე წმინდა არის მე ამას რა უფლება მაქვს ჯერ როგორც კაცმა ეს უარყო მაგრამ გულახდილად ვამბობ თუ ვინმე სადმე წმინდა შეიძლება რომელიმე გამოქვაბულში ბერი ლოცულობს წმინდა და ინახავს თავის თავს მე ღმერთმა ნუ მომწეს იმის ილუზია რომ ესეთი ხალხი არ არსებობდეს საქართველოში კიდე მაგენზე ვდგავართ რაღაცა მაგრამ ამასთან სიწმინდეს რა კავშირი აქვს კაცო ჯერ იყო და ღვინო მიიდო პირზე და დათვრა და იქიდან იგინა და იფურთხა მარაზმი რაღაცა სისაძაგლე ჩაიდინა და გააკეთა მერე გამოვიდა და 1000 სისულელებს ვერ გაიგებ თუ პოლიტიკოსია თუ ხუდელთ მთავარია თუ სინოდის წარმომადგენელია ანტიპატია და ანტისახე ქრისტიანული მართლმადიდებლური მორალის ხან აგინებს ხან ლანძღავს მე გეტყვით აგერ რა მოხდა კაცო მე მქონდა ამაზე სრული ინფორმაცია რომ საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის კგბ-ს სერიოზული კადრები იჯდნენ კავშირზე აი ამ ტიპთან. ნუ თვითონ ერთ-ერთი წარმომადგენელი და მხედრიონელი იყო ეგა. ეს იაკობა ეს არის ძალიან გათახსირებული ტიპი და დღეს ახლა მიდის და ვაჭრობს ქართულ ოცნებასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვიკავია ხელში საზოგადოების განწყობები, ჩვენ უნდა გველაპარაკოთ თუ თქვენ გაქვთ ქართულ ოცნებასთან პრობლემა იქნება ჩვენ მივმართოთ მიმართულება ისე როგორც საჭირო იყოს. და რაც იყო რეალობა 90-იან წლებში, რამაც ზუსტად გამსახურდიას რეჟიმს მოუღო ბოლო და დაარტყა და დალოცეს ის კიტოვანი სისხლის მსმელი და ჯაბა იოსელი, ანალოგიური მომენტი ხდება დღეს ძალაუფლება მაქვს, დინდა იყიდო ძალაუფლება, უნდა დამელაპარაკო მე. და ეს არის საპატრიარქოს წარმომადგენელი ზუსტად იმ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ის კი არ იცის ამ ბრიყვმა და ამ ბრიყვიშვილმა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ამ საპატრიარქოს მიერ ჩადენილი ცოდვების იქნება ეს მამათმავლობა, გახრწნილება, არჩავალ სიღრმისეულ ცოდვებში. კიდე რაები აქვს ამაზე ტომები როდებს, ხო? ერთი უშიშროების სამინისტროში რო იყო, ერთი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მიდიოდა. და ნებისმიერ დროს თუ ესენი არ დაემორჩილებიან ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ნარატივს, ეს ინფორმაცია გამოვა გარეთ. და ისედაც არ აქვს ხალხში დიდი ავტორიტეტი და რა ავტორიტეტი გექნებათ, მე თუ გიფიქრიათ მაგაზე. ასე მუშაობს ეს უწყება. ასე მუშაობდა რუსული კგბ, ასე მუშაობს რუსული ფსბ და ასე იქნება, მაგრამ როცა საზოგადოებას და მის უსაფრთხოებას არიცავს ეროვნული უშიშროების სამსახური და როდესაც ბანკირები ხდებიან ქვეყანაში უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები. აი ეს ხდება მაშინ. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა. უკაცრავად ერთი კომენტარი გააკეთა. არ გინდა რა ყველას ლანძღვა, თორე გენაცვალე ბევრ სიმართლეს ამბობ. ეს ალტინფოს დროშა უყენ ტრაკი დაახენე რა. პირდაპირ გეტყვი და იცი რას გეტყვი მაგ უშიშროების ნარატივით, არ ვიცი ხა. სიმართლეს რო ვამბობ, შენგანა ვიღონებარ თუ არა უნდა თქვა? ეს მორგოში არ იყო შენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი საკუთარი ნათლი მირონი რო გაყიდა? სანდრო ბრეგაძე რო გაყიდა და კვანტი რო გაუდო იქ იმაში თუ ახლა იქნება მასწავლოთ იქნება ისიც მითხრათ რომ ირმაინაშვილი არის უპატიოსნესი პოლიტიკურად ღირსეული ადამიანი და თხარხალმოურავი აი ამის თქმა მინდა რა ესეთი ტიპები ეს ვითომ ნახევრად ალტინფოები ჯერ რამდენი ელემენტი შექმნეს პოლიტიკური მმართველობის
და რამდენი ქვეშელონი შექმნეს და რამდენი სახე გამოაგდეს, რომელიც ქართული ოცნების ჩვეულებრივი ხელის ბიჭები არიან. ეს ალტინფო და რა ის ერთნაბიც გადადგამდა? ვერავინ ვერ გადადგამდა ნაბიჯს. აი გეუბნები თუ ეს უშიშროებასთან შეთანხმებული არ ყოფილიყო. ყველას ვიცნობ ამათ. და ამათთვის მიუღებელი როდის მე ხდები, იცი, როდესაც ამათ პოლიტიკაში არ ერთვები. აი მაგალითად ეს მორგოშია დაჩოქილი მეხვეწებოდა, რომ მისი პოლიტიკური ჯგუფის წევრი გავხარიყავდა. ბიჭო, თუ არ უნდა ევროპა რას დარბის აქ? რას მოყავს ეს მისი ცოლშვილი და აგულაოებს ხან იმაში. თუ ასე ცუდია, ვიძია, წადი ეგერ და პოტიომკინის სოფელში გაისეირნი რა. რომელი ეროვნული მაგია? ჯერ იმ კაცის დედა შევეც, ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არა აქვს რა, რომელიც ერთლარად ქართულ მიწებს იყიდის რა. 2008 წელში საქართველოს მიწებს რო კარგავდა, პირდაპირ ვიტყვი ამას რა. ვლადიმირა ჩაჩიბაიამ გავარდა და ერთლარად მიხეილ სააკაშვილმა უყიდა მიწები და ერთლარად კოჯორტაბახმელაში რამდენი მილიონი ხის დღეს ის ტერიტორია არ ვიცი. როგორ შეიძლება ერთლარად ქართული მიწა იყიდო რა? დღეს აი ეს ნაძირალა ჯერ პარლამენტში ყავდა ქართულ ოცნებას, მე ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლად ყავდა, დღეს კიდე სერიოზულ თანამდებობაზეა გაკაჩული. რა მნიშვნელობა აქვს მიშასთან იქნები თუ ბიძინასთან? თავარია შენ საქმე აკეთო, კაცო. ხელისუფლებების საქმე აკეთო, საკუთარი სამშობლოთი იუაჩრო და ერთლარად მოგასხვისებენ მიწას. არანაირი პრობლემა არ არის რა. აი ჩემო კარგო აქ ყველას ნუ აგინებ და კი არა ვისაც ეკუთვნის, კი ზუსტად ესეა, ვისაც ეკუთვნის ყველას ვაგინებ, ჩემო ჯიგარო. აი ამის თქმა მინდა მე. კიდე თავს ვიკავებ ახლა. ერთლარად რო გაიქცა მორგოშია და მცხეთაში იყიდა, გადმოიფორმა ერთლარად მიწები. მიდი ერთი ხო პატიოსანი კაცი ხარ. რამდენი ვეტერანი ვიცი, რამდენი მეომარი ვიცი, რამდენი ვაჟკაცი ვიცი, რომ უსახკაროდაა დარჩენილი და ყველას უნდა საკარმიდამო მიწები. რომელი ადგება და რომელი იყიდის ერთლარად მიწას. ერთლარად კი არა და შესაბამის ღირებულებაში რომელი იყიდის, რომ საკარმიდამო შეიქმნას. ვინა ეს ალტინფო, მე არ ვიცი, კაცო, მე ერთი რაღაცა ვიცი. არც ერთი მათგანი არა, არ ჯარში ნაყოფი, არც საბრძოლო მოქმედებებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ყოველთვის ვიღადა და მისი სტრაქში იმალებოდნენ, ეხლა გამოჩნდნენ პოლიტიკოსებად. და ეხლა გახდნენ ამ ირმა ინაშვილის და იმის დავით არხალმოურავის ტრაგიფხანიები? ან ეგენი ვინ არის? ჯერ კაცი რო საკუთარ თავს ისე გააკადნიერებ, ჩემო კარგებო, რომ საკუთარი თავი ხატზე დახატო ბიჭო. აი ხატზე რო გამოხატო შენი თავი რადონის დაცემული უნდა იყოს სულიერ. მე არ ვიცი ეს ნებისმიერის გადაწყვეტილება იქ რომ მიხვალთ ვის მიცემთ ხმას, მაგრამ როცა მეკითხებით მე ვის მივცე ხმა, მე კიდე ერთხელ გეუბნებით თქვენ. არჩევნებზე უნდა მიხვიდე ყველა გადახაზო და არავის არ უნდა მისცე ხმა. რატო? იმიტომ რომ ესაა დიდი თამაში. თქვენ ამ თამაში მოგატყუებენ. საქართველოს რაც ეშველება, ჩემო კარგებო, საქართველოს ეშველება ტოტალური სოციალური რევოლუცია. რომელიც მოიტანს ტოტალურ გრევას ამ ნარკომანების პირველ რიგში, ამ ოლიგარქების და ამ მევახშეების შექმნილი ბაბილონის. ეგა ბაბილონის სამოთხე შექმნილი ბრჭყალებში ფიგურალურად ვამბობ ამას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ფარაონები ცხოვრობენ კარგად. დამთავრდა იმის იქეთ არის ტოტალური მონობა. აი ეს ესკლაური დამოკიდებულება თელერს გაანადგურებს და მოსპობს. ჩემი თხოვნა იქნება, წადით არჩევნებზე, გადახაზეთ ყველა. დააწერეთ ზედ რაც გინდა საპროტესტოდ, თუ თქვენ სახელს ვერაც აქვს, ჩემი სახელი მომიცია, მაგის ნება რომ ჩემი სახელი დააწეროთ იმ ბიულეტენს, რომ გადახაზავთ ყველას. მაგათი სულ ყველაფერი რა. თუ არა, მაშინ გააკეთეთ არჩევანი აგერ მე იმის შორის, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის შორის და გააკეთეთ არჩევანი ხაზარაძეს შორის. გააკეთეთ არჩევანი ხაზარაძეს შორის და გააკეთეთ არჩევანი გახარიას შორის. იქ არ იყო გახარია? რამის გამკეთებელი რო ყოფილიყო, ეს უსიმდისო ღორი. დღეს რო გვარწმუნებს იმას, რომ რამის გამკეთებელი იყო. პრემიერ-მინისტრი იყო ტიპი.
პრემიერ-მინისტრი იყო ტიპი და პანკისის ხეობაში ძალოვან უწყებებს თავზე დაამხოს ყველაფერი, დააწვეს და რეაქცია არ ქონდა. მე იმას ხო არ ვამბობ, რომ მაგენი მაგის ღირსი არ იყვნენ. იყვნენ კი არა და ნებისმიერ ადგილზე იმხელა კაცობა, ვაჟკაცობა და იმხელა წინააღმდეგობის უნარი რო გაგვაჩნდეს, რაც პანკისელ ქართველებს გააჩნია. ჩვენ როგორც ერი დღეს ასე ჩმორში არ ვიცხოვრობ. მაგრამ მაგის დედავატირე, რისი სახელმწიფო ხარ შენ? როცა შენი მოქალაქე თავზე გამხობს, გაწვავს ყველაფერს და შენ ამას სამართლების შეფასებას ვერ აძლევ. მაგრამ სინამდვილე რა იყო, იცი? კონფლიქტი შეეშინდა. და როგორი კონფლიქტი შეიძლება გამოწვეული იყო იქ, იცი? ძალიან მძიმე და ვინ იყო ამის მაპროვოცირებელი, იცი? ქართული ოცნება. და საიდან დაწყებული იყო ამის, იცით? იმითი რომ ხელისუფლება რომ მოდის მანდამაინც სისხლი რო უნდა დაყვაროს პანკისის ხეობაში. და მაჩალიკაშვილის ამბავი ავიღოთ, რომელიც აი ამ ხელისუფლებას ისე ადევს კისერზე, როგორც ის საცოდავი პატარა ბავშვის რაფალიანსის, რომელიც გამოუძიებელია დღემდე და საზოგადოება ამაზე პასუხს ელოდება. სულ ფეხებზე მკიდია, მე ვიღაცას იმ მაჩალიკაშვილის მამა მოწონს თუ არ მოწონს თუ ნაცების ტრაქშია თუ იმის იმაში. პირველ რიგში ის არის შვილმკვდარი მამა. მეორე და მესამე რიგში შეიძლება იმას კონდეს სხვა პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ ბიჭო, შენ ხო უკეთესი ხარ იმ მიხეილ სააკაშვილიზე მაგის დედავადი. როგორ უნდა შეუვარდე უდანაშაულო კაცს სახში, მოუკლაშვილი ლოგინში დაახალო ასე თავში ტყვია და მე მიცვალებულს ხელში ჩაუდო ხელყუმბარა ქონდა და ჩვენ დავასწარეთ. ამას ვლაპარაკობ, გული მტკივა და მიტო ვლაპარაკობ რა. გული მტკივა და მიტო ვლაპარაკობ ამას, თორე მე შემიძლია საერთოდ ამის შესახებ არაფერი არ ვილაპარაკო. მაგრამ გამომდინარე აქედან მე ევროპაში არ წამოვსულ ვარ, იმიტომ რომ ფული მეშოვა, ორი სახლი მეყიდა და ასე შემდეგ, როგორც დევს აქ თავისი ბრუტალური მიზნები. სოციალური მიზნები. მე აქ მაიძულეს წამოსვლა. და ის ვინც მაიძულა წამოსვლა დღეს დემოკრატიის სახელით ლაპარაკობს საქართველოში. ბიჭო, ვაცხადებ გახსნილს აგერა, ხო არსებობს ეს სივრცეები, აგერა ხართ თქვენ, ამდენი 1000 ადამიანი მიყურებს რა. ვაცხადებ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩაერთოს ანადოლიძე, ჩაერთოს ტინახიდაშელი, ჩაერთოს დავით უსუფაშვილი. და გაბედონ და გამიწიონ ოპონირება. რისი ტრაკი აქვთ? ჩაერთოს ქართული ოცნება. ჩაერთოს ნებისმიერი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი. თუ გინდა ეს თქვენი ყველი მოიყვანეთ, დასვით. ლიდერად რო გყავთ. ჩაერთოს გახარია. აქ დავიდებ იმ დოკუმენტაციას, რაც ორგანიზაციული წესით მე ამდენი ხნის განმავლობაში ვიმუშავე. დავიდებ ამ დოკუმენტაციას და აი ესე თქვენს თვალწინ ამოვიღებ შუა ადგილიდან, ზედა ადგილიდან, ქვედა ადგილიდან. და რა შემხდება, იცი, თუ ადამიანის წამება, თუ ჯარისკაცის წამება, თუ ვიღაცის დაჭაგვრა, თუ კორუფცია, თუ ფულის მოტეხვა, ყველაფერზე რაც შემეძლო რეაქციას ვაძლევთ. სად იყავ? დედი თქვენის უკანალში ვიყავი რა. 2-3 კაცის მეტი რომ მოვიხედავდი, ჩემს უკან არ იყო ქვეყნის ინტერესისთვის. და ძლიერ დამხარეს რამდენიც გინდათ იმდენი იდექით. იქ ვიყავ, მე რაც შემეძლო ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. ვაკეთებ კიდევაც. თქვენ სად იყავით, ბიჭო? კარტოფილში და ლობიოში გინდათ რომ გაიყიდოთ და გაყიდოთ ეს ქვეყანა? და მე რა სიზამთ, ისა დაურეკავთ ვინმეს და აუ წამიყვანეთ და ანუ ესე კენით და ანუ ოღონდ ამ ქვეყნიდან წავიდე და რაც გინდა ის იყოს. ეს არის უბედურება. არ ვიცი, შეხედეთ თუ არ შეხედეთ თუ მიაქციეთ თუ იმას კენით ყურადღება. იცით ქართულ ოცნებას ვინ აყავს კონგლომერატად ამ მრჩევლების? არ იცით.
ჩინეთის მოქალაქეები ყავს ხალხო. მე ხო ვიძახოდი ამას, რომ ეს დედაატირებულები ჩინეთთან ტრაკის თამაში რო დაიწყეს, იქ ღარიბაშვილი რო გაიქცა, არც კი შეხვდა ეს სი ძინპინი, ჩინეთის მთავარ პრეზიდენტი ვინც არის. იმიტომ რომ არ თვლის ჩვენ ერთი სოფელი ყავს რაღაცა. ყველაზე მცირე რიცხოვანი ჩინეთში. და ეს სი ძინპინის მართლა ბიძინძინი, აგერ ჩვენი მართლა ბიძინძინი. ჩამოათრია ეს ჩინეთის მოქალაქეები, მისცა საქართველოს მოქალაქეობა. დაასახლა და დღეს გადაცმული აქვთ ბიძინა ივანიშვილის მაიკები და ხმას აძლევენ მის ქართულ ოცნებას. ჩინეთში ყოველთვის იმარჯვებს სი ძინპინი. კომუნისტური პარტია უბერავს იქ მე არ ვედრები ჩინეთს, არ ვადარებ ჩვენ ქვეყანას და არც მაგათ ცნობიერებას არ ვადარებ. ჩინეთში ძალიან ბრუტალურია სახელმწიფო მიდგომები, კორუფციასთან და პირდაპირ დახვრეტაა და აიდა წავიდა და მორჩა. მაგრამ ბიჭო, რა ის არის ჩინეთში და ჩვენთან რისთვის მოიყვანეთ ეს ადამიანები 2.800.000 ქართველის ადგილი რო შეავსო? გავიგე ეს მასაჟისტებად იმათ რო ჩამოიყვანეთ, რას პირდებით ამ ქართველებს? გენეტიკურად ახლო ხალხია, სარწმუნოებრივად ახლო ხალხია. შრომის მოყვარე ხალხი არის, გეთანხმებით, მაგრამ რა მოყვება ამას ხანგრძლივობაში? ეს არ არის ჩვენ გენთან, ჩვენ რასასთან შერწყმული საზოგადოება. და თქვენ არ გიკავიათ ის კანონი, რომელიც თქვენ სახელმწიფოებრივად მოგცემთ იმის უფლებას დაიჭიროთ რა ამ ხელა მიგრაციის შედეგად მოტანილი უბედურება. გადაწყდებით დედაგეტირება. თქვენ კი არა და ძლიერ ევროპულ ქვეყნებს უჭერს ინტერნაციონალური საზოგადოების დაკავება ხელში. რამდენ ერთზე უნდა ვილაპარაკო არჩევნებს, მაგრამ რა ის არჩევნები, რისი არჩევნები, ვის გონიათ რომ არჩევნები იქნება? ქართველ ერთს ეშველება მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავლით, ხალხო. პირდაპირ ბრუტალურად ქუჩაში გამოსვლით, კიდე ერთხელ ვამბობ ამას. კიდე ერთხელ ვამბობ ამას. და ტოტალურად უნდა დაინგრეს ეს სისტემა. უნდა დაინგრეს. ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს. უნდა მოხდეს ყველა ამ პოლიტიკური ლიდერის, ღორიშვილების ძირითადი ქონების კონფისკაცია. მე არ ვამბობ იმას, რომ სახლიდან გამოყაროთ რა ვიღაცის ცოლშვილი. მაგრამ ის ქონება, რომელიც ერისკისერზეა შეძენილი ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით. ღარიბაშვილმა რომ მისცოს ტყეები გაუბორმა იქ. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის ანდრია ჯაღმაიძის შვილის სახელზე გადაფორმებულია სახელმწიფო ქონება. სახელმწიფო ქონებაში რას გულისხმობ? იცი, ერმა რომ საპატრიარქოს გადასცა ის სახელმწიფოა. ქართველი ერის სახელმწიფო მოიცავს მის რელიგიას და მის სულიერ მდგომარეობას, ესა ერთი სინთეზი. მე ამას უძახი სახელმწიფოს და არა იმას, მაგრამ ის ბიძინა ივანიშვილი რო დაჯდა იქ და ყველაფრის უფროსი არა, სახელმწიფოში შედის ეს ყველაფერი. ფართო მცნებაა ეს. რესპუბლიკური მმართველობა უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში. რესპუბლიკური სახელმწიფო გვინდა ჩვენ. რესპუბლიკა რა არის? რომაული სიტყვა და ყველა საქმეს ნიშნავს. თუ შენი საქმე არა, თუ შენი საქმე არა, თუ შენი საქმე არ არის. აბა ვისი საქმე არის ჩემ ქვეყანაში რა ხდება, კაცო? უნდა დამთავრდეს რუსიზის სასამართლო სისტემა, უნდა დამთავრდეს ესეთი გაღწნილი და გადაგვარებული სისტემა. მაპატიეთ რა, ვერავის ვერ ჩაქრთავთ დღეს მაგ მონოლოგის რეჟიმი. დიდ ბოდიშს ვიხდი თქვენთან, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჯიგრიანი ქართველია და ბევრს უნდა დღეს ამ თემაზე დალაპარაკება. ერთადერთი თხოვნა მაქვს იმისი, რომ გაავრცელოთ ეს ვიდეობლოგი და გამოიწეროთ ეს არხები, რასაც უყურებთ. მნიშვნელოვანია ეს საკითხი. აქ მე პირადი ხარჯებით ბოდიშიდან ნამდვილად ვერ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ავდგე და იმავს ხნა რა ქვია, რეკლამები გავაკეთო ამ გამოსვლების. ვისაც უნდა, ვისაც მოხდება, სადაც მომცემს ალგორითმი მის საშუალებას მივაწოდო ეს, ამიტომ მოიწონეთ და გამოიწერეთ ეს არხები. მე მხოლოდ ამის თქმა მინდა, მეტის არაფერს. ძალიან ბევრი რაღაცის შედარების საშუალება ვერ მეტყვის იმას, რომ არ ვიცი.
მე ვიცი ჩემი ქვეყნის დამყარებული მდგომარეობა, მე ვიცი მისი ისტორია და მე ვიცი დემოკრატიული სახელმწიფოები როგორ მიდიან და როგორ მიყავთ მისი საზოგადოებები. რა არის თუნდაც ნეგატიური ან რა არის თუნდაც დადებითი მხარე ამ ყველაფრის. და ამ პროცესების ნაზავზე მე ხო არ ვამბობ იმას, რომ მან და მაინც მე მაქვს სწორი აზრი, მე მაქვს სწორი შეხედულება ამ ნაზავების შესახებ. ამის თქმა მინდა მე არ ვერევი კონკრეტულად რაღაცა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომ ერთი ადამიანის გონებით გადაწყდეს. ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს რეფერენდუმის უფლება. რომ გადაწყვიტოს რეფერენდუმი და ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება ობრაიანის კაბინეტში ვიღაცა ყანდურმა გადაწყვიტოს ყველაფერი. მე ყანდური ვარ, მე ეკლესიის მმართველი ვარ, მე ისა ვარ, მე ივანიშვილის კარიდანა ვარ და ქართველი ერთ დღეს ასე უნდა და ასე გაკეთება. აი ესე იქნება. როგორც თქვენ გინდათ, ისე არ უნდა იყოს. უნდა იყოს ისე, როგორც საზოგადოების უმრავლესობას უნდა. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, თუ რა თქმა უნდა დემოკრატიის შინაარსი და არსი არ შეგიცვლიათ და არ მიგიკერძოებიათ, ისე როგორც თქვენ გინდათ ეს. კაცო, მე თუ მინდა ჩემ სახელმწიფოში, გამომდინარე ჩემი ერის ეროვნული ინტერესებიდან, იმ პოლიტიკურ პარტიას გავაუქმებ და უკრძალავ მოღვაწეობის უფლებას. ასე მოხდა ეს ამერიკაში. როდესაც ჩათვალეს, რომ კომუნისტური პარტია მათი ეროვნული ინტერესებისთვის და საზოგადოებისთვის იყო საშიში, საერთოდ გააუქმეს, თორემ ამერიკაში კომუნისტურ იდეოლოგიას ყავდა ძალიან ბევრი მიმდევარი. და იმდენად ბევრი მიმდევარი ყავდა, შეეშინდათ კომუნისტური პარტიის ეგზისტენციალიზმის. და როდესაც მე ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ესენი სულს მაძრობენ წლებია და რატო უნდა მქონდეს იმის სურვილი, რომ დემოკრატიის შირიმის ქვეშ შევინახო ეს ორი წურბელა სუბიექტი. უნდა იყოს საზოგადო და სახალხო აქტივობის უნარი და გამოსვლის საშუალება, გამოვიდეს და საზოგადოება მოიწვიოს სახალხო კრება, დასვა საკითხი ამა თუ იმ მნიშვნელოვანი თემის შესახებ და ერმა გამოავლინოს აქტივობა. ასე ხდება ეს. რომშიც კი ქონდათ ფორუმი, სახალხო ფორუმი და სახალხო კრება და რამდენიმე დემოკრატია, საიდან მოდის აბა დემოკრატია თუ არა ლათინური სამყაროა? თუ არა ბერძნული სამყაროა? ამდენი ისტორიკოსი ყავს, ამდენი განათლებული ადამიანი ყავს ქვეყანას, რატო არის დეფიციტი სიმართლის შიმშილის ქვეყანაში? რატო არ გამოდიან შესახებ, რაც რეალურად კაცობრიობის ისტორიის მანძილზე აქამდე წარსულში ყოფილა და დღესაც არის. ვერ ელაპარაკებიან ამის შესახებ. ტაბუირებული თემა არის. ამაზე გადაწყვეტილებებს იღებს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. ამას დაგაფიქსირებენ საქართველოში. ეგრევე აღმოჩნდები მიუღებელ ჯგუფთა სიაში და ჩაირთვება უზარმაზარი რეპრესია შენს წინააღმდეგ. და ბევრი არის რას ლაპარაკო, მარტო ლაპარაკო, ერთი გამოდი და ილაპარაკე. ხო გაქვს შენ ამის უნარი, ხო გაქვს შენ ამის შესაძლებლობა. დღეს ახლა ყველაზე მძიმე არის საზოგადოების ცნობიერებისა და ღირებულებების მოსპობის უმთავრესი ყველაფრის პოლიტიზირება. სპორტსმენია ის არ არის საზოგადო და სახელმწიფო და საერო, არა. ის არის ქართული ოცნების. მე ნაცმოძრაობა მოვა, მე გახდება ნაცმოძრაობის. გული მტკივა, როგორ მტკივა, იცი გული? წარმატება იძახიან და რა თმინდა მე ისეთი წარმატება, რომელიც ხალხისთვის არ არის და ერისთვის არ არის. რა თმინდა მე ის წარმატება, რომელიც ნებისმიერ სპორტსმენს მოაქვს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. რომლისთვისაც საქართველოს დაეარც ყოფილა თუ ის არ იქნება ხელისუფლებაში. უყურებ ახლა ამ ტალახაძის დამოკიდებულებას. უყურებ ამ ახალგაზრდა ბიჭი რო არის, ურჯერ გახდა კიდე ჩემპიონი, იმის დამოკიდებულებას. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების აქეთ უდგას ისა გომელაური, ხელგადახვეული, აქეთ უდგას ის ლილუაშვილი, უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრი. ერთი უციგნური, მეორე უციგნური. თვითონაც უციგნური და უღირსება.
იმას ღირსება რო კონდეს ასეთ რაღაცას არ იკადრებდა. დასცინი ხართ იმ ალსდას და ამას არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ დაუშვებდა ესეთ რაღაცას რა. თუნდაც იმ ცუდ და იმ აყროლებულ საბჭოთა კავშირში რა. და იმას არც ერთი სპორტსმენი არ გააკეთებდა. იმიტომ რომ არსებობდა სახელმწიფოებრივი ხედვა. რაღაცა ბალანსისა თუ არა დისბალანსი იყო ყველგან. მაგრამ მართლობის ფორმა იყო ძალიან კაფიოდ დეკლარირებული. თუ არა მე რომანტიზაცია ნამდვილად არ ამაქვს იმაზე, როდესაც სახელმწიფო არ გქონდა. მაგრამ დღეს თუ გვაქვს სახელმწიფო, რატო ვართ იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ გქონდა? ეს ხო ლოგიკური შეკითხვაა. რატო ვერ მოახერხეთ ჩამოყალიბება, განვითარება, გაზრდა, ცნობიერებითად, სამოქალაქოდ და ასე შემდეგ? არ ვიცი, შემოკარგებო, აი ნებისმიერი თქვენგანის გადასაწყვეტი იყოს ყველაფერი და ყველაზე მეტად ეხლა აქედან თუ ვინმე მომისმენს, რა თქმა უნდა რა. ძალიან დაიძრა საკითხი, უძახიან ეხლა ამ წინასაარჩევნოდ უსაბუთო ემიგრანტებს, რომ ძალიან ეს პროპაგანდონური ზუსტად კარგი სიტყვა სისტემა. რომ ემოციურ ფონზე მიდის თამაში და იცით რა ქენით? დარეგისტრირდით საქართველოს საელჩოებში და მიდით და ხმა მიეცით და რა თქმა უნდა, კაცი რომელიც წამოსულია აქ რა და იძულებული გახდა აქ წამოსულიყო, თქვენ რა გონიათ, ეხა ეს 2.800.000 კაცი ქართულ ოცნებას მიცემს იქ რომ მივიდეს ხმა? ყველა გამწარებული თქვენი დედაც ოღონდ თქვენ შეიცვალოთ, აი ესეთი განწყობით და მიდის და ამ დროს ქართულ ოცნებას თუ არ აძლევს ხმას, ისეთ ძალას აძლევს ხმა, რომელიც ქართული ოცნების ტრაქში ცხოვრობს რა. ზუსტად. და იმას გონია ამითი რამე შეცვალა. და აი ამაზე ხდება პედალირება, რომ ოღონდ მიდით. არსადაც არ მიხვიდეთ თქვენ გაჭირვებულებო რა, იმიგრანტები ვინც ახართ, მე ვიცი ემიგრაციის ცხოვრება რა არის. და მით უმეტეს ვიცი უსაბუთო ემიგრანტის ცხოვრება რა არის უცხოეთში. მე განსხვავებით ეგრეთ წოდებული მომწოდებლებისა, მე გამივლია ყველა სახის ცხოვრება. კი მე დღეს არ მაქვს იმის პრობლემა აქვს, უსაბუთოდ ვიცხოვრო, იმიტომ რომ ჩემზე გამოცხადებულია პოლიტიკური მფარველობა, მაგრამ ხო იყო პერიოდი, რომ მე გავიარე ეს ყველაფერი რა. როგორც კი ნებისმიერი თქვენგანი ქართველი დაფიქსირდება საქართველოს საელჩოში. არა აქვს ამას მნიშვნელობა. იქნება ეს გერმანიის ტერიტორია, იქნება ეს იტალიის ტერიტორია, იქნება ეს ბელგიის ტერიტორია თუ ასე შემდეგ. თავისი პირადობის მოწმობით გააკეთებს იდენტიფიცირებას და მოითხოვს ხმის მიცემის უფლებას, ის ეგრევეავა საქართველოს უშიშროების კონტროლის ქვეშ. და არავინ არ დაგაჯეროთ, რადგან იტალიაში, ბელგიაში ან სხვა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს საელჩო, თქვენი ხმა იქნება პაროლი. ესეთი რაღაცა წარმოუდგენელი. ქართული ოცნება და წესის დაცვა, მით უმეტეს საარჩევნო წესის დაცვა, რომელიც ეგზისტენციალურია მისი ყოფისთვის. თქვენზე თუ ვერ იწიებენ შურს და თუ ვერ მოგწდებიან, თქვენი ნათესავებს ხომ იწვდებიან საქართველოში. ამიტომ ჯერ ერთი არ მიიღოთ მაგაში მონაწილეობა. მაგას უთქვენოდ გადაწყვეტენ იქ ხელისუფლებაში ვინ იჯდის. პირდაპირ გეუბნებთ, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში იქნებით, გამოხვათ კუჭაში და გააკეთებთ რევოლუციას. ეს კი თქვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მარტო თქვენს პრობლემებს შეუქმნით თავს და ბევრს უყურებ რა, გამოდის აქედან და ეს როგორ განცხადებებს აკეთებს. აი, ბევრი ქართველი, რომელიც ფრანგობს, რომელიც იტალიელია, რომელიც ეს არის, რომელიც ის არის, აი თქვენ ვერასოდეს ვერ გაფრანგდებით, ვერ იტალიელდებით, ვერ გაგერმანელდებით. დედარღლიანო, ვინ ცდილობს ამას? ქართველი რო დავრჩენილიყავი, ქართველად იმიტომ გავხდი იძულებული დღეს მე აქ უყოფილიყავი. თორე ჩემ ქვეყანაში ტრაკის მიმცემობას
სხვის ქვეყანაში ღირსების შენარჩუნება ვარჩიე, როგორც ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიული ყოფათა მანძილზე ეს ყველაფერი. და ზოგი სხვის ქვეყანაში უფრო არ კარგავს ღირსებას ვიდრე საკუთარში. თუ როგორ იწონება ეს ღირსება, ამაზე რო დავიწყო ლაპარაკი, შეიძლება იქ აღმოჩნდეს, სადაც შენი ნარატივით მიგვაქანებ. არ მინდა ახლა ამ ყველაფერზე ვილაპარაკო. რა უნდათ ამ ემიგრანტებთან? ჯერ ერთი მთელი საქართველოს შემოსავალი არის ემიგრაციული, ეგრეთ წოდებული ტრანზაქციები. მაგითი ცხოვრობს დღეს საქართველოს ხელისუფლება. მეორე ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, რომლებსაც საფლავი ენატრება, საკუთარ ნათესავს ვერ უღალატა, შვილს ვერ უღალატა, ძალიან ბევრი მომენტია რა. და იმ დონეზე გაირყნა საქართველოს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული პროგრამებიც კი შემოიღო თავისი პროპაგანდონებით. ბაბი კირკიტაძეებით, ანგრი ჯოხაძეებით, რომ აი იტალიაში ხარ და ქალი ხარ და ვერ მოდიხარ. მერე რა, ანრი ჩამოვა, ტრაქს გააქანავებს და გაგარტობს. აი ეს არის ტრაგედია. აი ეს აქ გეგმა. და ეს აქ პროექტი, რითიც არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება. უკაცრავად. აი ამითი არის დაკავებული საქართველოს ხელისუფლება. და ამას გთავაზობენ თქვენ, ნაცვლად იმისა, თქვენ რო გახდეთ საქართველოში რეალურად მაცხოვრებელი ადამიანები. მაგრამ იმას ვერ ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში წამოსულ ადამიანს აქვს თავისი რესურსი. ფიზიკური რესურსი, რომ გონებრივად ეს ხალხი იმდენად გადაღლილი და განადგურებულია, ძალიან რთულია ამ ცნობიერებით, მაგათ ქართული სახელმწიფოსთვის რეალიზირებული ადამიანები დაარქვა. ანუ ისინი რეალიზებენ, მაგრამ სხვა სახელმწიფოებისთვის. სხვა სახელმწიფოებში ქმნიან დოვლას. სხვა სახელმწიფოებს აშენებენ, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ეს. ძალიან მიჭირს სხვადასხვა თემაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემ თვალწინ ბევრი მომენტი ხდება ასეთი. და ძალიან ძიმია ჩემთვის კონკრეტულ ისტორიებს შევეხო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი გარდაიცვალა ქვეყანაში, თუნდაც ჯანმრთელობის პირობებით, თუნდაც სოციალური პირობებით. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც უბრალოდ თავს უშველა, იმიტომ რომ შიმშილის პრობლემები ჰქონდა. მე დაყრილი ქუჩაში ქართველი ბავშვები მინახია, მაგრამ იმ იმედით, რომ ხვალინდელი დღე ისეთი არ ექნებოდათ, როგორც საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება სრულ ფუფუნებაში და განცხრომაში გულაობს. ყველას თქო ეს არხი გამოიწეროს და შემომიერთდეს აქ მაყურებლად, რადგან მე ვედავ აქედან სიმართლის საუბარს. $2.5 მილიონი ევრო მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს დახარჯული აქვს ალაფურშეტებში. რამდენი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გაკეთდებოდა. რამდენი სწორი პროგრამით მათი აღზრდის სისტემა შეიქმნებოდა. და სწორად აღზრდილი ბავშვები როგორ გამოადგებოდნენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. მათი სწორი პროფესიების მიცემის შემთხვევაში. მათი შრომითი კოეფიციენტის გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ისინი შევიდოდნენ სამოქალაქო სტატუსში. ძალიან მიჭირს ყველა თემის ახსნა და ასე ყველა თემაზე საუბარი, მაგრამ ეს იმდენად არის მოქცეული ერთ ქვაბში და იმდენად ერთ ქვაბში ვიხარშებით ჩვენ ყველა. მე არა მაქვს
ეხება, რომ ამ ყველაფერს არ დავარქვათ თავისი სახით. მე მაინც ვიტოვებ იმედს. და მე უნდა დავიტოვო ეს იმედი, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთხელ და საბოლოოდ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოახდენს სოციალურ რევოლუციას. ხალხი არ გახდება მორჩილი და დამორჩილებელი აპროტებს. გამოიწერეთ ჩემი არხი, შემომიერთდით და იყავით კავშირზე. ისე შევხვდებით ერთმანეთს.